წყალმოვარდნა სავარაუდოდ ბაგრა მივით დაღოთ შოკატაურში 4 გრადუსი იყო ღამე და ეს წვიმის დროს ამ ხელა თოვლის მასები რო ცვიოდა სახურავიდან დარეტევა იმაშიოდა ეს ყველაფერი ჩამონერელა ჩვენსკენ ჯუჟიდა გადავედი დავათვალე და სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკვე იპოთოს ჩათი კაცო არა ის ქვემოთ იმის ზემოთ მოსულია რა მან არ არის და გაბიოდი გაისა რა ფერია მასა თოვლის და აი ესეთი ამები დღესდღეა გადაკეტილია მაქსიმალურად იქაც მახარზე და ამის გამოა რომ ეს უხუწყალი რომ თუ ესეთი თოვლი არ ქონია ჩვენ გაიხანია ხო მოგეხსენებათ 31 დეკემბრიდან ქალაქ ოზურგეთში და მუნიციპალიტეტში მთლიან გურის რეგიონში იყო უხინალეხი თოვლის სახით. Აქედან გამომდინარე ჩახერგილი იყო ქუჩები, იყო გაწყვეტილი სადენები, დღესდღეობით მთლიანად აღდგენილია ელექტრომოწოდება, დენის მოწოდება. ასევე გაწმენდილი არის ქუჩები, თუმცა აი ამ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებმა თოვლისა და წვიმის სახით გამოიწვია გარკვეული ნგრევები. ჩვენ გვაქვს 25-მდე უკვე დანგრეული სახლი, ასევე ძველი საავადმყოფოს სახურავი ჩაინგრა, თუმცა ყველა ოპერატიულად იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ისინი გაყვანილი იქნენ საცხოვრისიდან და მათ არ ეფუქრებათ არანაირი საფრთხე. დღესაც ველოდებით წყალმოვარდნებს 9 რიცხვამდე არის საკმაოდ მაღალი ტემპერატურა, თოვლი ნება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში და ყოველ შტაბის ხდომებს ვატარებთ და ინფორმაციას ვიღებთ სოფლებიდან. სინათლე არის, გზები გაწმენდილია, დაველოდოთ მოვლენებს.